ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სივრცე, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად კონცენტრირდნენ სწავლაზე და მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება. თამბეჭდავი და მასშტაბური იყო Q-ს კურსდამთავრებულთა მეორე გამოსაშვები ცერემონია. ახალგაზრდებმა განათლების ყველაზე საკვანძო ეტაპი წარმატებით დაასრულეს და პროფესიულ გზაზე ახალი ნაბიჯი გადადგეს. როგორ იქცა ქუთაისი განათლების ჰაბად საერთაშორისო უნივერსიტეტის წყალობით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საჩუქარია ქართველი ხალხისთვის და მსოფლიოში უპრეცედენტო ოდენობის თანხა ჩაიდო ქველმოქმედების სახით ამ პროექტის განსახორციელებლად 1 მილიარდ ევროზე მეტი განათლებაში. ცოდნის დღესასწაული ნახეთ ელენე ცინცაძის სპეციალურ რეპორტაჟში. წუთიდან მათი ცხოვრების ახალი ფურცელი გადაიშალა. ახალი საფეხური. მანამდე იყო 4 წელი. სწავლის მეცადინეობაში გათენებული ღამეების, გამოცდების წინ ნერვიულობის, ხშირად საკუთარ თავზე გამარჯვების 4 წელი და ეს დღეც დადგა. თან მიყვებათ დაუიწყარი მოგონებები, მეგობრობის ამბები, ისტორიები და რაც მთავარია ცოდნა. ეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ცერემონია. მათ უკვე აქვთ ბაკალავრის ხარისხი და მათ სიხარულის ხმებს კიუს ეს დარბაზი ვერ იტევს. თუმცა მოდით ვნახოთ, როგორი იყო მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი სწავლის და სტუდენტობის 4 წელი. მიყვარს კიუ, რადგან აკადემიური ხარისხის და განათლების გარდა მან მომცა ძალიან ბევრი მოგონება და მართლაც მნიშვნელოვანი ურთიერთობებით გამდიდრებული ვზივარი ხარ თქვენ წინაშე. ლიხაური საჯარო სკოლა დაამთავრა. 100%-იანი გრანტი აიღო და უნივერსიტეტის არჩევისას ბევრი არ უფიქრია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის ფაკულტეტი, ეკონომიკის და პოლიტიკის მიმართულება. ახსოვს როგორი იყო პირველი დღე. ამისთვის სრულიად უცხო და თან ძალიან საინტერესო სივრცეში. მახსოვს როგორი განსხვავებული შეგრძნება იყო ჩემთვის პირველად, ცალკე აუდიტორია მინახავს იქამდე, ცალკე პარკი, ცალკე ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფრის ერთობლიობა ამ გარემოში, განსხვავებულ და განსაკუთრებულ სივრცეს ქმნიდა, რომელიც მართლაც გიზიდავს და თავს გაყვარებს. დიახ, კიუ ყველა სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად კონცენტრირდეს სწავლაზე. მწვანეში ჩაფლული უდიდესი ტერიტორია, 7 გარემო, საოცარი აუდიტორიებით, ტექნიკით, საკონფერენციო სივრცეებით, ბიბლიოთეკით და თანამედროვე კამპუსით, რომელიც სტუდენტურ წლებს მაქსიმალურად შესაგრძნობს ხდის. და რაც მთავარია საერთაშორისო სტანდარტების სწავლება, უცხოელი ლექტორები. მაგ სწავლა არ არის მარტივი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საჭირო იყო რომ ახალ სისტემას ავწყობოდით, მართლაც ანუ გერმანული სისტემისთვის უნდა აგვეწყო ფეხი და იმათი პროგრამებისთვის. იყო საინტერესო გამოცდილება, გამოწვევები, რომლებიც ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად დაცლიეს. ელჩობის პროგრამა, სხვადასხვა კონფერენცია, პოდკასტი და ასევე საზაფხულო სკოლები. და ყველაფერი რაც ჩამოთვალე, მე თვითონ გამომიცდია საკუთარ თავზე და ვიცი რომ გამოცდილებას გაძლევს და გეხმარება განვითარებაში. მარტო ცხოვრებაც ხომ ახალი გამოცდილებაა, თან მეგობრებთან ერთად. ერთად მომზადებული პრეზენტაციები და განტვირთვა, რომელიც დატვირთული სასწავლო პროცესის შემდეგ ყველაზე მეტად სჭირდებათ. თქმა უნდა, კამპუსზე ვცხოვრობთ ამდენი მეგობარი, ამდენი ბავშვი ერთად, გადავდივართ ერთმანეთთან, გვაქვს სტადიონი, ვთამაშობთ ხოლმე და მართლაც ვერ მოიწყენ. ანის კიუმ ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნა გზა. ამ სივრცეს ვერ შეელია და მაგისტრატურაზე ჩააბარა. წინ ამჯერად სულ სხვანაირი, როგორც თავად ამბობს, ბევრად უფრო საინტერესო 2 წელი ელის. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექტორი მოვიდა ჩემთან ასეთი შემოთავაზებით, რომ წავიყვანე გერმანიაში თავის კომპანიაში და იქ გამევლო სტაჟირება. და რომ არა კიუ, მე ამას ვერ შევძლებდი. 4 წელი მართლა ყველანი ერთმანეთს ვუყურებდით, ერთად ვიზრდებოდით და ეხლა გვიწევს რომ ერთმანეთს დავიმშვიდობოთ. მე პირადად გადავწყვიტე რომ მაგ გამგრძელებინა სწავლა, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ალბათ უფრო დიდი არჩევანი მქონდა ვიდრე მანამდე, თუმცა კიუს იყო რომ გადამოწყვეტინა რომ მაგ დავშენილიყავე. თორნიკეც მენეჯმენტის სკოლის კურსდამთავრებულია. მისი გადაწყვეტილება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაებარებინა ოჯახისთვის თავიდან უცნაური იყო. უნივერსიტეტში რო ჩავაბარე, ქუთაისელმა მამიდამ და მამიდაშვილმა მითხრეს, რომ ქუთაისიდან თბილისში მიდიან სასწავლებლად, შენ აგრატო ჩამოხვედი. ამ
ამ გადმოსახედიდან გადაწყვეტილებას არც ერთი წამით არ ნანობს. განათლების მხრივ ძალიან მაგარი ადგილი არის. გახსნილი ხარ რაღაც ყველანაირ ინტერაქცია უფრო მეტი არის ლექციებზე, სემინარებზე, მეგობრებიც და ხალხსაც ვისაც იცნობ სხვანაირი ინტერაქცია გაქვს ბევრად. უფრო იდეებით სავსე. აქ დამოუკიდებელი ცხოვრება, სწავლის სულ სხვა მეთოდი და კიდევ ბევრი საინტერესო გამოცდილება მიიღო. ცოდნით და უკვე გამოცდილებით, თორნიკეც და მისი კურსელებიც კონკურენტულები არიან საერთაშორისო ბაზარზე. სავალდებულო სტაჟირება დუბაიში, საკონსულტაციო კომპანიაში გაიარა და უკვე 1 წელია ამ კომპანიაში მარკეტინგის და ბრენდირების კონსულტანტად მუშაობს. ჩემი გამოცდილებით უნივერსიტეტის ცოდნიდან გამომდინარე მივიღე სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს. შესანიშნავი სამუშაო საათებით, კარგი ხელფასით და ფუნდამენტები და ის პრინციპები, რაებიც ვისწავლე აქ, ძალიან გამომადგა და შედეგებიც ანახა ისე რომ ვთქვათ. და არის უამრავი მოგონება, რომელიც თან მიაქვს. იქნებოდა ის ჭადრაკის თამაში გეიმ რუმში, პინგ-პონგი, მაგიდის ფეხბურთი ასევე, სხვანაირი გამოცდილება და ის სხვანაირი უფრო ტკბილი და თბილი მოგონებები მაკავშირებს აქაურობასთან და ხალხთან. თუმცა ისიც აქ რჩება და მონიკას მსგავსად მაგისტრატურაში გააგრძელებს სწავლას. მონიკა ცერემონიისთვის ემზადება და სანამ დარბაზში შევა ვეკითხებით, რა არის მთავარი, რაც ამ 4 წლის განმავლობაში მიიღო. დამახვეწინა საკუთარი უნარები, მასწავლა როგორ გადავდგა წინ, გაბედული ნაბიჯი, როგორ გამოვხატო საკუთარი თავი. ბევრ საინტერესო პროექტზე იმუშავა. დღეს სტარტაპერია, მოიპოვა გრანტი და მეგობრებთან ერთად ავითარებს საკუთარ ბიზნესს, რომელსაც მალე მომხმარებლებიც გაიცნობენ. აპლიკაცია ინკო, რომელიც ტატუს დახატვის მსურველებსა და ტატუ არტისტებს აკავშირებს ერთმანეთთან, ახლა სტარტაპი დამუშავების და დახვეწის, ესე ვთქვათ, დეველოპმენტის ფაზაშია და სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულების საყვარელ სივრცეში პირველად იკრიბებიან. რაღაცნაირად გამახსენდა აი პირველ კურსზე, როცა მოვედით, პირველი დღე, ფიცის დადების ცერემონია, ის ყველა მომენტი და მოგონება, რომელიც ერთად შევქმნით კიევში. ცერემონიისთვის ემზადება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანიც. მას კარგად ახსოვს პირველი სტუმრობა ქუთაისში. 6 წლის წინ და იდეა, რომელმაც თავიდანვე მოხიბლა. 5 წლის წინ ყველაფერი მცირე მასშტაბით დაიწყო. ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით ბატონი ივანიშვილის ამ შესანიშნავი წინადადებით, რომ შეგვექმნა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების უნივერსიტეტი. თავდაპირველად მცირე ზომის პროექტი გახლდათ, მაგრამ მქონდა ენთუზიაზმი, ჩავდეთ დიდი გამოცდილება და ძალისხმევა ამ საქმეში. ეს იყო სასიამოვნო პროცესი და ზრდამაც არ დააყოვნა. მიუნხენის უნივერსიტეტის პრეზიდენტობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. ახლა საკუთარ ცოდნას და ენერგიას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებას ახმარს. ფაკულტეტების დამატება, სწავლის მაღალი, საერთაშორისო ხარისხი და კვლევითი კომპონენტის განვითარება. ეს არის გზა მიზნისკენ, რომლისკენაც კიუ წლებთან ერთად მიდის. ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის უცხოელი და ქართველი პროფესორები, სწავლა ინგლისურადაა. ამ შესანიშნავ პროფესორებს მოჰყვება საუკეთესო სტუდენტები. რაც უფრო მეტი წარჩინებული სტუდენტი გვეყოლება, მით უფრო საინტერესო გახდება ის უმაღლესი სასწავლებელი სხვა პროფესორებისთვისაც. ეს არის წრე, რომელიც უკეთესობისკენ ბრუნავს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მივახცევთ. ვაპირებთ ზრდას და კვლევით მიმართულებაზე კონცენტრირებას. ჩვენი მიზანი ავიღოთ სამაგალითო არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. საქართველოს შეუძლია გახდეს სამაგალითო უახლოეს მომავალში, როგორც მაღალი ხარისხის საუნივერსიტეტო სისტემის მქონე ქვეყანა. ესაა სწორედ ჩვენი მიზანი. და ცერემონიაც დაიწყო. იყო სიტყვით გამოსვლები, ამაღელვებელი მომენტები და უამრავი მოწვეული სტუმარი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებაშია ჩართული. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიხედვით შექმნილი. ჩვენ მასწავლეთ ბევრ სხვადასხვა სფეროში, მაგალითად კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, მათემატიკასა და მეცნიერებებში, მენეჯმენტში. ხარისხი მდგრადი და მზარდია. ჯერა რომ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩვენ ორმხრივ სარგებელს მივიღებთ.
საერთაშორისო პროგრამები და საერთაშორისო აკადემიური პერსონალი, თანამშრომლობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და არა მხოლოდ. ეს არის კონცეფცია, რომელიც კიუს უნიკალურს ხდის და არა მხოლოდ საქართველოში. ეს განვითარება ნიშნავს უფრო მეტ საერთაშორისო თანამშრომლობას, უფრო მეტ გაცვლით პროგრამებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ეს ჩვენს უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას ამ 5 წლის განვითარების საფუძველზე გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერების და ინოვაციების ჰაბი. ჩვენ პარტნიორობთ ბამბერგის უნივერსიტეტთან, ასევე პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან მილანთან და შესაბამისად სწავლის ხარისხი არის გაცილებით იმაზე მაღალი, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ. მოთხოვნა სტუდენტებისზე და დაინტერესება სხვადასხვა კომპანიების მხრიდან მზარდია. კიუ კიდევ უფრო ვითარდება და იზრდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართულ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს. ახალი ფაკულტეტები, ახალი სასწავლო და საცხოვრებელი სივრცეების სტუდენტებისთვის. მოკლედ, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლება ჰქონდეთ და ყველაფერი ეს ხელმისაწვდომი იყოს საქართველოში.